ოდესმე დაფიქრებულ ხართ, იყო თუ არა ის ცნობილი ვერცხლის 30 მონეტა ნამდვილი ქონება. თუ უბრალოდ ჩვეულებრივი ღალატის ფასი. ისტორია, რომელსაც ბევრი იცნობს, მალავს ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ დეტალებს, რომლებიც სრულიად ცვლის ჩვენს წარმოდგენას ფულის ღირებულებაზე ბიბლიურ დროში. დღეს თქვენ აღმოაჩენთ, თუ რის იყიდვა შეიძლებოდა სინამდვილეში ანტიკური მონეტებით, ვინ აკონტროლებდა სიმდიდრეს და რატომ შეცვალა ზოგიერთმა ტრანზაქციამ მთელი ხალხების ბედი. მოემზადეთ ბიბლიის სრულიად განსხვავებული პერსპექტივით დასანახად, რომელიც ეფუძნება რეალურ ისტორიულ კონტექსტს და იმ გამოცხადებებს, რომლებსაც თითქმის არავინ განმარტავს. დარჩით ბოლომდე, რადგან უკანასკნელმა გამოცხადებამ შეიძლება სრულიად შეცვალოს ის, რაც აქამდე გჯეროდათ ღალატის ფასსა და ამ მონეტების ნამდვილ ღირებულებაზე. გამოიწერეთ არხი ახლავე, მოიწონეთ და გაუზიარეთ ეს ვიდეო მათ, ვისაც უყვარს ბიბლიური ისტორიის დაფარული საიდუმლოებების აღმოჩენა. ფული ბიბლიურ დროში, რის იყიდვა შეიძლებოდა სინამდვილეში ვერცხლის 30 მონეტით იერუსალიმი, ქრისტეს ეპოქის 33 წელი. ღამე მძიმე მოსასხამივით ფარავს ქალაქს. კაცი მიჰყვება ვიწრო ქუჩებს, გაურბის მზერას და შედის ოთახში, სადაც რელიგიური ლიდერები გათვლილი სიჩუმით ელიან. შეხვედრა დიდხანს არ გრძელდება. სიტყვები გაცვლილია, შეთანხმება დადებულია. როდესაც ის გამოდის, კამარზე დაბმული პატარა ტყავის ტომარა მიაქვს. მის შიგნით ვერცხლის 30 ნაჭერი ყოველ აჩქარებულ ნაბიჯზე წკრიალებს. წონა მცირეა. ხელის გულზე დაეტევა. მაგრამ ეს მუჭა მეტალი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო საზღაური გახდება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გაიჟღერებს, როგორც ღალატის მარადიული სიმბოლო. იმის გასაგებად, თუ რა ღირდა სინამდვილეში ის მონეტები, თქვენ უნდა დაბრუნდეთ სამყაროში, სადაც ფული არ იყო ციფრი ეკრანზე, არამედ მყარ მეტალად ქცეული ოფლი. დიდი ხნით ადრე, სანამ იარსებებდა ბანკები ფოლადის სეიფებით, ბარათები ჩიპებით ან რაიმე ციფრული სისტემა, ფულს პირდაპირი წონა ჰქონდა. ეს არ იყო აბსტრაქტული ცნება. ეს იყო ფიზიკური ობიექტი, რომელსაც ხელში იჭერდით, ინახავდით, მალავდით. თქვენ შეგეძლოთ გეგრძნოთ თქვენი სიმდიდრე ხელებში, გამოგეთვალათ თქვენი ქონება იმ მოცულობით, რომელსაც ისხის სკივში იკავებდა. და რაც მთავარია, თქვენ შეგეძლოთ აბსოლუტურად ყველაფერი და გეკარგათ, თუ ვინმე იმ სკივს ღამით წაიღებდა. ფული ბიბლიურ დროში ასე მუშაობდა. ხელშესახები. მოწყვლადი. სახიფათოდ რეალური. წერილებში დაფიქსირებულ პირველ პერიოდებში მოჭრილი მონეტების გამოგონებამდეც კი კომერციული ტრანზაქციები ხორციელდებოდა ნედლი სახის მძიმე მეტალებით. ძირითადად ვერცხლით, რადგან ის საკმარისად ბევრი იყო ბრუნვისთვის, მაგრამ საკმარისად იშვიათი სტაბილური ღირებულების შესანარჩუნებლად. ოქრო, უმდიდრესთათვის და მსხვილი მოლაპარაკებებისთვის. ბრინჯაო, ყოველდღიური მცირე გაცვლებისთვის. ღირებულება არსად არ იყო დაბეჭდილი. არ არსებობდა ამოტვიფრული ციფრები. ის მხოლოდ წონაში იყო. პროფესიონალ ვაჭრებს ქამრებზე ჩამოკიდებული ზუსტი სასწორები ჰქონდათ, დელიკატური ინსტრუმენტები, რომლებიც განსაზღვრავდნენ ქონებას. ყოველი მოლაპარაკება მოითხოვდა სათუთ აწონვას მოწმეების წინაშე. არავინ ენდობოდა მხოლოდ სხვის სიტყვას. სასწორი წყვეტდა სიმართლეს. წარმოიდგინეთ კონკრეტული სცენა. თქვენ გსურთ იყიდოთ ყანა ხორბლის დასათესად და ოჯახის გამოსაკვებად. გამყიდველი, დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ ადგენს საბოლოო ფასს, 400 შეკელი ვერცხლი. თქვენ არ აწვდით სათითაოდ დათვლილ 400 მონეტას. ეს ჯერ არ არსებობს. თქვენ მოგაქვთ ნედლი ვერცხლის ნაჭრები, არასწორი ფორმის ზოდები, გადამდნარი ძველი სამკაულების ფრაგმენტები, შესაძლოა წინა თაობების ბეჭდები. ყოველივეს აწყობთ სასწორის ერთ თეფშზე, სანამ გამყიდველი ყურადღებით აკვირდება. მეორე თეფშზე ის ათავსებს მიღებული სტანდარტების მიხედვით დაკალიბრებულ ქვის საწონებს. სასწორი იხრება, სტაბილურდება, მიუთითებს. თუ 1 გრამიც კი დააკლდა, გარიგება არ შედგება. თუ ზედმეტი მოვიდა, თქვენ დაკარგეთ ფული, რომელიც არასოდეს დაგიბრუნდებათ. ყოველი ტრანზაქცია იყო ტექნიკური მოლაპარაკება, რომელიც მოითხოვდა ცოდნას, მოთმინებას და მუდმივ სიფხიზლეს თაღლითობის წინააღმდეგ. სწორედ ასე იყიდა აბრაამ მაქფელასველი თავისი საყვარელი მეუღლის, სარას დასაკრძალად. დაბადების წიგნი 23 თავი აღწერს ამ სცენას საოცრად ზუსტი კომერციული დეტალებით წმინდა ტექსტისთვის. ეფრონ ხეთელი, მიწის მფლობელი, ადგენს ფასს ყველა დამსწრის წინაშე, 400 შეკელი ვერცხლი. აბრაამი არ სვამს კითხვებს, არ ვაჭრობს გლოვის იმ საზეიმო მომენტში. ის წონის მეტალს ქალაქის კარიბჭესთან შეკრებილი მოწმეების წინაშე, ოფიციალურ ადგილას, სადაც იდებოდა კონტრაქტები და წყდებოდა დავები.
ბიბლიური ტექსტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვერცხლი აიწონა ვაჭართა შორის მიღებული საზომით. ეს არ იყო სიმბოლური ან მიახლოებითი ღირებულება. ეს იყო ფორმალური ტრანზაქცია იმ დროის მთელ ბაზარზე აღიარებული კომერციული მეთოდოლოგიით. აწონვის ეს სისტემა ქმნიდა აბსოლუტურად აუცილებელ პროფესიას, ოფიციალური ამწონავები. მკაცრად გაწვრთნილი კაცები დაბალი ხარისხის შენადნობებით გაყალბებული მეტალების ამოსაცნობად სხვადასხვა ნიმუშებში სისუფთავის გამოსათვლელად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ მნიშვნელოვან ტრანზაქციებში არავინ მოტყუებულიყო. ძველი აღმოსავლეთის დიდ ქალაქებში ამ პროფესიონალებს მაღალი სტატუსი ჰქონდათ, ზოგიერთ კულტურაში თითქმის სამღვდელოც კი. მათი ინსტრუმენტები გულმოდგინედ ინახებოდა. მათი სასწორები დაკალიბრებული ტაძრებში დაცული ოფიციალური ქვისსაწონებით წარმოადგენდა კომერციული სამართლიანობის იდეას. გაყალბებულ სასწორს შეეძლო დაენგრია 10 წლეულების განმავლობაში ნაშენები რეპუტაცია და თაობების მიერ დაგროვილი ქონება. საწონების ფალსიფიკაცია მძიმე დანაშაული იყო პრაქტიკულად ყველა ანტიკურ ცივილიზაციაში. ეგვიპტელები სჭიდნენ დასახიჩრებით. ბაბილონელები აწესებდნენ უმძიმეს ჯარიმებს. ბიბლიური იგავები არაერთხელ გმობენ უსამართლო სასწორებს და მათ უფლის წინაშე სისაძაგლეს უწოდებენ. იგავნის წიგნი პირდაპირ აცხადებს, მაცდური სასწორი სისაძაგლეა უფლისთვის, ხოლო მართალი საწონი მისი სათნოებაა. წინასწარმეტყველი ამოსი ამხილებს ვაჭრებს, რომლებიც ამცირებდნენ ეფას და ზრდიდნენ შეკელს, აყალბებდნენ მაცდურ სასწორებს ღარიბი მყიდველების მოსატყუებლად. ეს აჩვენებს, თუ რამდენად იყო დამოკიდებული მთელი ეკონომიკური სისტემა ტექნიკურ და მორალურ მთლიანობაზე. მაგრამ ნედლი მეტალის აწონვა ყოველ ჯერზე, როცა ვინმეს პურის ან თევზის კიდვა სურდა, სრულიად არაპრაქტიკული იყო. დროთა განმავლობაში საუკუნეების მანძილზე ცივილიზაციებმა შეიმუშავეს გენიალური გამოსავალი. მათ დაიწყეს მეტალის ნაჭრების შექმნა მკაცრად სტანდარტიზებული წონითა და ოფიციალური დამღით. დაიბადა პირველი მონეტები. რევოლუცია არ იყო მხოლოდ ეკონომიკური. ის იყო ღრმად სოციალური. მოულოდნელად ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ვაჭრობაში მონაწილეობა სასწორების ან ტექნიკური ცოდნის გარეშე. საკმარისი იყო მხოლოდ დათვლა. პირველი მოჭრილი მონეტები გაჩნდა დაახლოებით წ. მე-7 საუკუნეში ლიდიის რეგიონში, დღევანდელ თურქეთში. ისინი მზადდებოდა ელექტროუმისგან, ოქროსა და ვერცხლის ბუნებრივი შენადნობისგან, რომელიც რეგიონის მდინარეებში, განსაკუთრებით ცნობილ მდინარე პაქტოლოსში მოიპოვებოდა. იდეა სწრაფად გავრცელდა ხმელთაშუა ზღვის სავაჭრო გზებზე. სპარსელებმა შექმნეს თავიანთი იმპერიული მონეტები, ოქროს დარიკები და ვერცხლის შეკელები და გაავრცელეს ისინი მთელ თავიანთ ვრცელ იმპერიაში. ბერძნებმა დახვეწეს სისტემა შთამბეჭდავი მრავალფეროვნებით, ყოველი ქალაქს სახელმწიფო ჭრიდა საკუთარ მონეტებს გამორჩეული სიმბოლოებით. ათენის ბუფულადი ხარისხის სინონიმად იქცა. ხოლო როდესაც რომის იმპერიამ დაიმორჩილა ხმელთაშუა ზღვისპირეთის საბერძნეთისა და ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ, ვერცხლის დენარი გახდა ანტიკური სამყაროს ყველაზე აღიარებული და მიღებული მონეტა, რომელიც ბრუნავდა ბრიტანეთიდან მესოპოტამიამდე. აქ შემოდის ფუნდამენტური მონაცემი ბიბლიურ დროში ნივთების ღირებულების გასაგებად. ერთი რომაული დენარი უდრიდა რიგითი მუშის მთელი დღის შრომის ანაზღაურებას. ეს ინფორმაცია პირდაპირ ჩანს სახარებებში, ვენახის მუშაკთა იგავში, მათეს მე-20 თავში. ფლობელი ქირაობს კაცებს სამუშაოდ და ჰპირდება დღეში 1 დენარის გადახდას. ეს იყო იმ დროის სტანდარტული ხელფასი. არც გულუხვი, არც ექსპლუატატორული. მინიმუმი, რაც აუცილებელი იყო პატარა ოჯახის გადასარჩენად. დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს პრაქტიკული თვალსაზრისით. თუ თქვენ მძიმე შრომით დღეში 1 დენარს გამოიმუშავებდით, კვირაში 6 დღე უნდა გემუშავათ სახლის შესანახად. მე-7 დღეს, წმინდა შაბათს, რელიგიური დადგენილებით არავინ მუშაობდა. თქვენი ყოველთვიური შემოსავალი კარგ თვეებში დაახლოებით 24 დენარი იყო. ამ მწირი თანხით თქვენი ხდიდით ოჯახის საკვებს, სამუშაოზე გაცვეთილ ტანსაცმელს, რომაულ გადასახადებს, რომლებიც დაგვიანებას არ პატიობდნენ, ტაძრის რელიგიურ ხარკს და შესაძლო დაგროვილ ვალებს. ძალიან ცოტა რჩებოდა. ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევა დაუყოვნებლივ კრიზისს ნიშნავდა. გაამრავლეთ ეს რეალობა ათასობით ოჯახზე, რომლებიც გალილეისა და იუდეის სოფლებში ცხოვრობდნენ. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ასე ცხოვრობდა, გადარჩენასა და კატასტროფას შორის ზღვარზე. მცირე მიწათმოქმედნი, მეთევზეები, ხელოსნები. ხალხი, რომელიც მზის ამოსვლამდე იღვიძებდა და დაქანცული იძინებდა. ხალხი, ვისთვისაც ყოველი მონეტა სასტიკი ფიზიკური ძალისხმევის საათებს წარმოადგენდა.
როდესაც იესო იგავებში ფულზე საუბრობს, ის სწორედ ამ აუდიტორიას მიმართავს. ადამიანებს, რომლებსაც გათავისებული ჰქონდათ ყოველი ცენტის რეალური წონა. იმ დროის ფულადი სისტემა საოცრად რთული იყო. არ არსებობდა ერთიანი საერთაშორისო ვალუტა. ყოველ რეგიონს, ყოველ იმპერიას, ყოველ პერიოდს მოჰქონდა საკუთარი ფულადი ერთეულები. ებრაული შეკელები, რომაული დენარები, ბერძნული დრაქმები, ტალანტები დიდი თანხებისთვის, ლეპტები ღარიბებისთვის. ამ მონეტებს შორის ღირებულებების გადაყვანა სპეციალიზებულ ცოდნას მოითხოვდა. ეს ჰგავდა მოგზაურობასაც სხვადასხვა ქვეყანაში, თითოეულში საკუთარი ვალუტით, კონვერტაციის აპლიკაციის გარეშე. მიამანეთეები სწორედ ამ სირთულის გამო არსებობდნენ. ისინი მოქმედებდნენ მთავარ ბაზრებზე და რაც მთავარია იერუსალიმის ტაძრის ეზოებში. რადგან ტაძარს ჰქონდა სპეციფიკური წესი, რელიგიური შესაწირავი და გადასახადები მხოლოდ მაღალი სისუფთავის ვერცხლის მონეტებით შეიძლებოდა გადახდილიყო, ძირითადად ტიროსის შეკელით. ეს ფინიკიური მონეტა ცნობილი იყო წონისა და მეტალის ხარისხის მდგრადობით, ინარჩუნებდა მკაცრ სტანდარტებს რომაული დაპყრობიდან საუკუნეების შემდეგაც კი. რომაული მონეტები იმპერატორის გამოსახულებითა და ტიტულებით, რომლებიც მას ღვთაებრივად აცხადებდნენ, ითვლებოდა კერპთაყვანისმცემლობად და შეუფერებლად წმინდა გამოყენებისთვის. ისინი ვერ შევიდოდნენ ტაძრის საგანძურში. ტაძრის სისტემის გარდა არსებობდა მძიმე რომაული საგადასახადო ტვირთი. იმპერია გადასახადებს სხვადასხვა ფორმით კრებდა. Tributum capitis იყო სულადობრივი გადასახადი, რომელიც ეკისრებოდა თითოეულ ზრდასრულს შემოსავლის მიუხედავად. Tributum სოლი ვრცელდებოდა მიწის საკუთრებაზე. ასევე არსებობდა გადასახადები გადაზიდულ საქონელზე, ბაჟიგზებსა და ხიდებზე, საპორტო გადასახადები. ვარაუდობენ, რომ რიგითი გალილეელი ებრაელი თავისი მთლიანი პროდუქციის 30-დან 40%-მდე გასცემდა რომისა და ტაძრის კომბინირებულ გადასახადებში. ეს ტვირთი გამანადგურებელი იყო ოჯახებისთვის, რომლებიც ისედაც ზღვარზე ცხოვრობდნენ. წარმოიდგინეთ სიტუაცია. მორწმუნე ებრაელი დღეების განმავლობაში მგზავრობს იერუსალიმში პასექზე ჩასასვლელად. მას მიაქვს დანაზოგი რომაულ დენარებში, ვალუტაში, რომელიც ყოველდღიურობაში ბრუნავდა. ტაძარში მისვლისას ის აღმოაჩენს, რომ ყველაფერი ტიროსის შეკელებში უნდა გადაცვალოს გადასახადის გადასახდელად და მსხვერპლშეწირვისთვის ცხოველების საყიდლად. მიამანეთეები კონვერტაციისთვის საკომისიოს იღებდნენ, ხშირად 4-დან 8%-მდე. სისტემა სარგებელს აძლევდა მათ, ვინც აკონტროლებდა საცვლელ მაგიდებს, ძირითადად სამღვდელო არისტოკრატიასთან დაკავშირებულ ოჯახებს. სწორედ ამ სისტემის წინააღმდეგ იმოქმედა იესომ, როდესაც ტაძრიდან გამოდევნა ვაჭრები. ეს არ იყო მხოლოდ ზოგადი რელიგიური აღშფოთება. ეს იყო კონკრეტული ეკონომიკური მხილება. მარკოზი აღნიშნავს, რომ იესომ ციტირება მოახდინა ორი წინასწარმეტყველური მონაკვეთის, ჩემი სახლი ყველა ხალხისთვის ლოცვის სახლად იწოდება, თქვენ კი ის ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ. მიამანეთეთა მაგიდები ფიზიკურად იქნა გადაკირავებული. მონეტები ქვის იატაკზე დაიფანტა. ეს ჟესტი იყო საჯარო და დრამატული. იესო პირდაპირ უტევდა რელიგიისა და ფინანსური ექსპლუატაციის შერწყმას. მაგრამ რამდენი ფული ბრუნავდა იმ დროს? და რა განსხვავება იყო ღარიბს, საშუალო ფენასა და მდიდარს შორის? სახარებები საინტერესო და გამომჟღავნებელ ნიშნებს გვთავაზობენ. ღარიბი ქვრივი, რომელსაც იესო საჯაროდ აქებს, ტაძრის საგანძურში 2 ლეპტას აგდებს საყვირის ფორმის შესაწირავ ყუთებში, რომლებიც ქალთა ეზოში იყო განთავსებული. ლეპტა იყო ყველაზე მცირე მონეტა მთელ ებრაულ ფულად სისტემაში, ბრინჯაოს პატარა ნაჭერი, იმდენად მცირე, რომ თითებს შორის ძლივს იჭერდნენ. 2 ლეპტა ერთად უდრიდა ერთ რომაულ კვადრანტს, რომელიც თავის მხრივ დენარის მხოლოდ 64-ს შეადგენდა. პრაქტიკული გათვლებით, ეს იყო რიგითი მუშის დღიური შრომის 2 წუთზე ნაკლები. შესაძლოა ერთი მწიკვი მარილის ფასი ან უფრო ნაკლები. მაგრამ ეს იყო აბსოლუტურად ყველაფერი, რაც იმ ქვრივს გააჩნდა ამ ქვეყნად, მისი მთელი საზრდო იმ დღისთვის. იესო მოწაფეებს მიუთითებს, რომ მისი მწირი შესაწირავი უსასრულოდ მეტი ღირს ვიდრე მდიდრების დიდი და საჩვენებელი შემოწირულობები, რადგან მათ გასცეს იმისგან, რაც ზედმეტი ჰქონდათ, მან კი გასცა თავისი სიღარიბიდან საკუთარი გადარჩენის ფასად. მეორე უკიდურესობაში გვყავს ისეთი ფიგურები, როგორიცაა ზაქე, იერიხონის მებაჟეთა უფროსი. მებაჟეები იყვნენ რომისთვის გადასახადების ამკრეფნი, კლასი, რომელიც პრაქტიკულად ყველა ებრაელს სძულდა. სისტემა ასე მუშაობდა, რომი აუქციონზე ყიდდა გარკვეულ რეგიონში ხარკის აკრეფის უფლებას.
აუქციონში გამარჯვებული წინასწარ უხდიდა იმპერიას ფიქსირებულ თანხას და შემდეგ იტოვებდა აბსოლუტურად ყველაფერს, რასაც ამ ოფიციალურ კოტაზე მეტს აკრებდა. რაც მეტს გამოსწალავდა მოსახლეობას, მით მეტი იყო მისი პირადი მოგება. სისტემა პრაქტიკულად წაახალისებდა გამოძალვასა და ბოროტმოქმედებას. მებაჟეები საყოველთაოდ მოძულებულნი იყვნენ. ითვლებოდნენ მოღალატეებად, რომლებიც თანამშრომლობდნენ რომაელ ოკუპანტებთან. რიტუალურად უწმინდურებად წარმართებთან მუდმივი კონტაქტის გამო. გარიყულნი იყვნენ სინაგოგებიდან. მათ ერიდებოდნენ ქორწილებსა და საქმეებში. მოგვიანებით თალმუდი იმასაც კი განაცხადებდა, რომ მებაჟეებისთვის ტყუილის თქმა ნებადართული იყო, იმდენად დიდ ზიზღს იწვევდნენ ისინი. ზაქე წლების განმავლობაში ასე გამდიდრდა. როდესაც ის მოიქცევა იესოსთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც სკანდალურად თავად ეპატიჟება თავს მის უწმინდურ სახლში სავახშმოდ, ის ჰპირდება, რომ ქონების ნახევარს ღარიბებს მისცემს და ოთხმაგად დაუბრუნებს იმას, რაც ვინმესთვის მოუპარავს. ის ფაქტი, რომ მას ამის გაკეთება შეეძლო, აჩვენებს, რომ მისი ქონება მნიშვნელოვანი იყო. ამ უკიდურესობებს შორის უმრავლესობა იბრძოდა, რომ არ ჩავარდნილიყო ყველაზე საშინელ კატეგორიაში, მოვალეებში. ვალები ბიბლიურ ეპოქაში ისე არ მუშაობდა, როგორც დღეს. არ არსებობდა პირადი გაკოტრება ან გამარტივებული რენეგოციაცია. თუ გემართათ და ვერ იხდიდით, შედეგები სასტიკი იყო. შეგეძლოთ და გეკარგათ თქვენი მიწები, თაობების განმავლობაში გადაცემული საოჯახო მემკვიდრეობა. შესაძლოა იძულებული გამხდარიყავით, შვილები დროებით მონებად გაგეყიდათ. უკიდურეს შემთხვევაში თქვენ თავად ხდებოდით კრედიტორის მონა, სანამ ვალს შრომით არ დაფარავდით. იესომ იცოდა ეს რეალობა. მისი იგავები სავსეა მინიშნებებით ვალებსა და კრედიტორებზე. იგავი გულქვა მოვალეზე საუბრობს მონაზე, რომელსაც მეფის 10,000 ტალანტი მართებს. 1 ტალანტი უდრიდა 6,000 დენარს. 10,000 ტალანტი იქნებოდა 60 მილიონი დენარი. რიგითი მუშისთვის 160,000 წელზე მეტი შრომა. 1000 სიცოცხლეშიც კი გადაუხდელი. იგავის აზრის სწორედ ეს იყო. მიტევებული ვალი გადაუხდელი იყო. და მაინც მიტევებული მონა უარს ამბობს საპატიო სხვას, რომელსაც მხოლოდ 100 დენარი მართებდა. 100 დღის შრომა. რეალური გადახდადი ვალი. ისტორია აშიშვლებს ადამიანურ სიმცირეს ღვთაებრივი მადლის წინაშე. 100 დენარი 3 თვეზე მეტ ხელფასს წარმოადგენდა. ახლა მივდივართ ცენტრალურ ეპიზოდამდე. ვერცხლის 30 მონეტა. მათი აღნიშნავს, რომ მღვდელმთავრებმა იუდა ისკარიოტელს იესოს გადასაცემად 30 ვერცხლის მონეტა გადაუხადეს. ბერძნული ტექსტი იყენებს სიტყვას argyria, რაც ნიშნავს ვერცხლის ნაჭრებს. მკვლევარები კამათობენ, თუ რომელი კონკრეტული მონეტა იქნა გამოყენებული. ზოგი ამტკიცებს, რომ ეს იყო ტიროსის შეკელები, ტაძარში მიღებული ვალუტა. სხვები ვარაუდობენ ბერძნულ ტეტრადრაქმებს. უმრავლესობა თანხმდება, რომ მთლიანი ღირებულება დაახლოებით 120 დენარს უდრიდა. 120 დენარი. რიგითი მუშის 4 თვის შრომა. დაფიქრდით ამაზე. იუდამ გაკიდა თავისი მოძღვარი, თავისი მეგობარი, თავისი სულიერი ლიდერი 4 თვის ხელფასის ექვივალენტად. ეს არ იყო ქონება, რომელსაც შეეძლო მისი ცხოვრება სამუდამოდ შეეცვალა. ეს არ იყო სიმდიდრე, რომელიც სიბერემდე კომფორტს უზრუნველყოფდა. ეს იყო მნიშვნელოვანი თანხა, დიახ. შეიძლებოდა ცხრის პატარა ფარის ყიდვა. შეიძლებოდა შორი მოგზაურობის დაფინანსება. შეიძლებოდა არსებული ვალების დაფარვა. მაგრამ ეს არ იყო მნიშვნელოვანი ადამიანის ფასი. და სწორედ ეს არის მთავარი. თანხა არ ყოფილა შემთხვევითი. 30 ვერცხლის ნაჭერს სპეციფიკური მნიშვნელობა ჰქონდა მოსეს კანონმდებლობაში. გამოსვლის წიგნში 21 თავში რჯული ადგენს, რომ თუ ხარი მონას დაუბზიკავს და მოკლავს, პატრონმა მონის ბატონს 30 ვერცხლის შეკელი უნდა გადაუხადოს. ეს იყო სამართლებრივი კომპენსაცია მოკლული მონის ღირებულებისთვის. ამჩნევთ გზავნილს. იესოსთვის 30 ვერცხლის მონეტის გადახდით, რელიგიური ხელისუფლება მას მონა დაფასებდა. არა როგორც წინასწარმეტყველს. არა როგორც მესიანურ მეფეს. არა როგორც სახიფათო პოლიტიკურ საფრთხეს. არამედ როგორც მონას. ყველაზე დაბალი ღირებულება, რისი მინიჭებაც რჯულით ადამიანის სიცოცხლისთვის შეიძლებოდა. ეს იყო გათვლილი შეურაცხყოფა მონეტაში კოდირებული ზიზღის დეკლარაცია. წინასწარმეტყვალ ზაქარიას ეს ღირებულება საუკუნეებით ადრე ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები.
თავისი წიგნის მე-11 თავში ღმერთის თხოვს ისრაელის ლიდერებს შეაფასონ მისი შრომა როგორც მწყემსისა. მათ აწონეს 30 ვერცხლის ნაჭერი. და ღმერთი პასუხობს მჭრელი სარკაზმით, ეს დიდებული ფასი, რომლითაც მათ შემაფასეს. ბრძანება, ფული მეთუნეს ჩაუბდონ. როდესაც იუდა ცდილობს მონეტების დაბრუნებას და ხელისუფლება ამ ფულით მეთუნის ყოველს ყიდულობს, წინასწარმეტყველება შემაძრწუნებელი სიზუსტით სრულდება. მაგრამ დაუბრუნდეთ პრაქტიკულ ღირებულებას. რისი ყიდვა შეეძლო ვინმეს 30 ვერცხლის მონეტით პირველ საუკუნეში? ზრდასრული ხარი 20-დან 30 შეკელამდე ღირდა ხარისხისა და რეგიონის მიხედვით. ვირი, მთიან რელიეფზე ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი ცხოველი, დაახლოებით 15 შეკელად იყიდებოდა. ცხვარი მერყეობდა 3-დან 5 შეკელამდე. თხა ცოტა ნაკლები ღირდა. 30 მონეტით თქვენ შეგეძლოთ 6-დან 10-მდე ცხოველისგან შემდგარი პატარა ფარის შეგროვება. არაფერია უმნიშვნელო ნულიდან დაწყებული გლეხისთვის, მაგრამ შორს არის მყარი სიმდიდრისგან. სასოფლო სამეურნეო მიწებს ცვალებადი ფასები ჰქონდა. მაქფელას ველი აბრაამის მიერ ნაყიდი 400 შეკელი დაჯდა. მაგრამ ეს იყო სპეციალური ნაკვეთი დასაკრძალი გამოქვაბულით სასურველ ადგილას. პატარა ყანები ნაკლებად დაფასებულ მთიან რეგიონებში გაცილებით ნაკლები ღირდა. მეთუნის ყანა იუდას მონეტებით ნაყიდის სავარაუდოდ იყო თიხის მოპოვებისგან უკვე დეგრადირებული ნაკვეთი დაბალი კომერციული ღირებულებით. ტანსაცმელი მნიშვნელოვან ინვესტიციას წარმოადგენდა. არ არსებობდა ინდუსტრიული წარმოება. ყოველი ნაჭერი ხელით იქსოვებოდა, იღებებოდა შრომატევადი პროცესებით ბუნებრივი საღებავების გამოყენებით, იკერებოდა ფრთხილად. ხარისხიანი ტუნიკა შესაძლოა რამდენიმე დენარი ღირებულიყო. მდიდრული მოსასხამები, განსაკუთრებით პორფირით შეღებილი, მცირე ქონება ღირდა. 30 მონეტით თქვენ მთელ ოჯახს წლების განმავლობაში ახალი ტანსაცმლით შემოსავდით. საკვები შედარებით იაფი იყო მათთვის, ვისაც ფული ჰქონდა. 1 დენარით იყიდებოდა დაახლოებით 12 ლიტრი ხორბალი ან 24 ლიტრი ქერი. 120 დენარით თქვენ უზრუნველყოფდით საკმარის მარცვლეულს მთელი ოჯახის გამოსაკვებად 1 წლის განმავლობაში. ღვინო, ზეთი, გამხმარი თევზი შეავსებდა საკუჭნაოს. რაც შეეხება მომსახურებას, შავი მუშები დღეში 1 დენარს იღებდნენ. სპეციალიზებული ხელოსნები 2 ან 3 დენარს ითხოვდნენ სამუშაო სირთულის მიხედვით. დურგლები, მჭედლები, კალატოზები უფრო მეტად ფასობდნენ. ექიმები არსებობდნენ, მაგრამ ისინი ფუფუნება იყო ცოტასთვის. უმრავლესობა შინაურ წამლებსა და ლოცვებზე იყო დამოკიდებული. 30 მონეტით გადაიხდიდით კვალიფიციური ხელოსნის 1 თვის შრომას. ან რიგითი მუშის 4 თვისას. შეიძლებოდა ალიზის აგურისგან უბრალო სახლის აშენება. შეიძლებოდა სადურგლო სახელოსნოს აღჭურვა. ვერ იყიდიდით სასახლეს, გემების ფლოტს ან კერძო არმიას. იუდამ ეს იცოდა. ის განაგებდა მოწაფეთა საერთო სალაროს იოანეს თანახმად. მას ჰქონდა წარმოდგენა ღირებულებებზე, ფასებზე, პალესტინაში მოგზაური 13 კაცის გამოსაკვებ ყოველდღიურ ბიუჯეტზე. როდესაც მარიამ ბეთანიელმა იესო სუფთა ნარდის ნელსაცხებელის ცხო, უიშვიათესი არომატული ზეთი ჰიმალაის მთებიდან გრძელი და სახიფათო სავაჭრო გზებით შემოტანილი იუდა ჩიოდა, რომ ნელსაცხებელი 300 დენარად ფასობდა და შეიძლებოდა გაყიდულიყო ღარიბთა დასახმარებლად. იოანეს ტექსტი ამჟღავნებს, რომ მისი საზრუნავი ნამდვილად ღარიბები არ ყოფილა, არამედ ის ფაქტი, რომ ის რეგულარულად იპარავდა საერთო სალაროდან, რომელსაც განაგებდა. მიუხედავად ამისა, ეკონომიკური მონაცემი რელევანტური და სავარაუდოდ ზუსტია. 300 დენარი 1 ფლაკონი მდიდრული არომატული ნელსაცხებლისთვის. თითქმის 3-ჯერ მეტი იმ ფასზე, რომელიც მან იესოსთვის მიიღო. მუშისა თითვის შრომა. სუფთა ნარდი იმდენად ძვირფასი იყო, რომ ალაბასტრის ჭურჭელი უნდა გატეხილიყო შიგთავსის გამოსაშვებად, რაც იმის გარანტია იყო, რომ ნელსაცხებელი არავის გაეყალბებინა ან გაეზავებინა. მარიამმა გატეხა ჭურჭელი და ყველაფერი იესოს დაასხა. 1 წლის ხელფასი წუთებში აორთქლდა როგორც არომატი ჰაერში. ირონია აბსოლუტურად გამანადგურებელია ამაზე დაფიქრებისას. უბრალო ნელსაცხებელი უფრო მეტი ღირდა, ვიდრე მან თავად მესიისთვის მოითხოვა. აღსრულებული ღალატის შემდეგ სახარებები აღნიშნავენ, რომ იუდა სინანულმა შეიპყრო. ბერძნული ტექსტი იყენებს სპეციფიკურ სიტყვას, მეთემლომეი. ეს არ არის ღრმა სულიერი მონანიება. ეს არის სინანული, მწუხარება, ემოციური ტანჯვა. ის აცნობიერებს თავისი საქციელის სიმძიმეს. ცდილობს ფულის დაბრუნებას.
გარბის მღვდლებთან და მონეტებს ტაძარში ყრის. ისინი ცივად პასუხობენ, ჩვენ რა? ეგ შენი საქმეა. ზიანი უკვე მიყენებულია. რელიგიური ხელისუფლება მოულოდნელი პრაქტიკული პრობლემის წინაშე დგება. მათ არ შეეძლოთ მონეტების დაბრუნება ტაძრის საგანძურში, წმინდა კორბანში. ეს იყო სისხლის ფასი, კაცის სიკვდილით წაბილწული ფული, დანაშაულით დასრული. თავად რჯული, რომელსაც თითქოს იცავდნენ, კრძალავდა ასეთი ფულის წმინდა სალაროში შესვლას. ირონია მჭრელი იყო, მათ შეთქმულება მოაწყოს უდანაშაულოს მოსაკლავად, მაგრამ ახლა საგანძურის რიტუალურ სიწმინდეზე ზრუნავდნენ. ამიტომ მოითათბირეს და გადაწყვიტეს მეთუნის კანის ყიდვა უცხოთა სასაფლაოდ. ებრაელებს, რომლებიც თავიანთი მიწისგან მოშორებით კვდებოდნენ, მომლოცველებს, რომლებიც დღესასწაულების დროს გარდაიცვლებოდნენ, მოგზაურებს ადგილობრივი ოჯახის გარეშე ეკნებოდათ დასაკრძალი ადგილი რეგულარული ებრაული სასაფლაოების წაბილთვის გარეშე. კანამ მიიღო აუბედითი სახელი, რომელიც თაობებს შემორჩა, აკელდამა. არამეულად სისხლის კანა. ანტიკური ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ადგილი ამ სახელით საუკუნეების შემდეგაც იყო ცნობილი. 30 მონეტა. უნაყოფო ყანა. სასაფლაო უცხოთათვის. სიცოცხლის ფასი მკვდართა საცხოვრისად ქცეული. მაგრამ ფული ბიბლიურ დროში არასოდეს ყოფილა მხოლოდ ეკონომიკაზე. ეს იყო სრული მორალური ენა. ის წარმოადგენდა პატივსვალს, ძალაუფლებას, კორუფციას. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები მუდმივად გმობდნენ უსამართლო სიმდიდრეს. ამოსი ქუხდა მათ წინააღმდეგ, ვინც მართალს ვერცხლად ყიდდა და გაჭირებულს, ერთ წყვილს ანდლებად. ესაია აკრიტიკებდა მათ, ვინც სახლს სახლზე აგებდა და ყანას ყანას უმატებდა, სანამ ღარიბებისთვის ადგილი აღარ რჩებოდა. მიქა ბრალს სდებდა ლიდერებს სიონის სისხლით და იერუსალიმის უსამართლობით აშენებაში. ფული ამჟღავნებდა ხასიათს. ვინც სხვების ხარჯზე აგროვებდა, თავის ბუნებას აჩვენებდა. ვინც აზიარებდა, სიმართლეს ამტკიცებდა. როდესაც ღარიბი ქვრივი თავის ორლეპტას დებს, იესო რაოდენობას კი არ ზეიმობს, არამედ პროპორციას. მან ყველაფერი გასცა. მდიდრებმა გასცეს იმისგან, რაც ზედმეტი ჰქონდათ. ღვთაებრივი არითმეტიკა ადამიანურისგან განსხვავებულად მუშაობს. იესოს სწავლებებში ფული მუდმივად გვევლინება მორალურ გამოცდად. არავის შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს. შეუძლებელია ღმერთსაც ემსახურო და სიმდიდრესაც. უფრო ადვილია აკლე მინემსის ყუნჩში გაძვრეს, ვიდრე მდიდარი შევიდეს ღვთის სასუფეველში. სადაც არის თქვენი საგანძური, იქ იქნება თქვენი გულიც. ყოველი ფრაზა უტევს ილუზიას, რომ ქონების დაგროვებას მოაქვს უსაფრთხოება ან ჭეშმარიტი აზრი. მდიდარი ჭაბუკი, რომელიც იესოსთან მიდის იმის გასაგებად, თუ როგორ დაიმკვიდროს საუკუნო სიცოცხლე, მოულოდნელ პასუხს იღებს. გაყიდე ყველაფერი, რაც გაქვს, მიეცი ღარიბებს და გამომყევი მე. ყმაწვილი დანაულიანებული მიდის. მას დიდი ქონება ჰქონდა. სიმდიდრე, რომელიც კურთხევად ჩანდა, დაბრკოლებად იქცა. ფული, რომელიც თავისუფლებას პირდებოდა, ბორკილად აღმოჩნდა. თუ ფული სულიერად ასეთი სახიფათო იყო, რატომ დაუშვა ღმერთმა მისი არსებობა? პასუხი: შესაძლოა, გამოცდის ბუნებაშია. ფული ნეიტრალურია. ის თავისთავად არც კარგია და არც ცუდი. პრობლემა იმ გულშია, რომელიც მას განაგებს. აბრაამი მდიდარიც იყო და მართალიც. იობს უზარმაზარი ქონება ჰქონდა და უმციკლო იყო. საკითხი არასოდეს ყოფილა ფლობა, არამედ ის, თუ ვინ ფლობს ვის. სიმდიდრე, რომელიც ემსახურება, ხდება ინსტრუმენტი. სიმდიდრე, რომელიც ბატონობს, ხდება კერპი. პირველმა ქრისტიანებმა 50 დღის შემდეგ გამოსცადეს რადიკალური ეკონომიკა, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგებოდა არსებულ სტანდარტებს. მოციქულთა საქმეები აღწერს საზოგადოებას, სადაც არავინ მიიჩნევდა თავისად იმას, რასაც ფლობდა. ისინი ყიდნენ მემკვიდრეობით მიღებულ ქონებას, სახლებს, ყანებს და ნებაყოფლობით მოჰქონდათ სრული ღირებულება მოციქულთა ფერხთით, რათა განაწილებულიყო თითოეული წევრის სპეციფიკური საჭიროების მიხედვით. ტექსტი აშკარა აღტაცებით აცხადებს, არავინ იყო მათ შორის გაჭირვებული. ბარნაბამ, კვიპროსელმა ლევიტელმა, გაყიდა ყანა და მთელი ფული მიიტანა. ფული ხელიდან ხელში გადადიოდა და არ გროვდებოდა კერძო სეიფებში. ის ემსახურებოდა რეალურ საჭიროებებს და არ კვებავდა ამბიციებს ან საოჯახო იმპერიების მშენებლობას. ეს მოდელი სამუდამოდ არ გაგრძელებულა. ანანიამ და საფირამ სცადეს სისტემით მანიპულირება მოითხოვეს გაყიდვის ფასზე. სასჯელი მკაცრი იყო. არა დაკავებული ფულის გამო, არამედ სულიწმიდის წინაშე ტყუილისთვის.
იდეალისტურ საზოგადოებაშიც კი ფინანსური ცდუნება ნარჩუნდებოდა. დაუბრუნდეთ 30 მონეტას, მათმა მემკვიდრეობამ საუკუნეებს გაუძლო, როგორც ღალატის უნივერსალურმა სიმბოლომ. შუა საუკუნეების ხელოვნებაში იუდა ხშირად გამოსახულია ყელზე ჩამოკიდებული ფულის ტომრით. ის იქცა ბოროტი მოგების, წმინდას გაყიდვის, კორუფციის ხატად, რომელიც ფასდაუდებელს ცვლის რაოდენობრივზე. ნებისმიერი ღალატი ფულის გამო დაიწყო შედარება 30 მონეტასთან. მაგრამ შესაძლოა არსებობდეს სხვა წაკითხვაც. იუდას არ უღალატია უზარმაზარი სიმდიდრისთვის. მან უღალატა ჩვეულებრივი თანხისთვის. 4 თვის შრომის ფასად, პატარა ფარის ღირებულებად დეგრადირებული ყანის საფასურად. და ეს მის არჩევანს კიდევ უფრო ტრაგიკულს ხდის. ის არ დაუცემია ფანტასტიკური განძის ცდუნებას. ის დაეცა მყისიერი გამორჩენის სწრაფი მოგების ერთი შეხედვით მარტივი გამოსავლის ჩვეულებრივ ცდუნებას. რამდენჯერ იყიდება მარადიული ფასეულობები დროებით უპირატესობებზე? რამდენჯერ იცვლება ძვირფასი ხელსაყრელზე? 30 მონეტა არ უნდა იყოს პირდაპირი მნიშვნელობით, რომ მისი მოდელი საუკუნეების განმავლობაში განმეორდეს. ყოველ ჯერზე, როცა ვინმე ტოვებს პრინციპებს მოგებისთვის, ღალატობს ურთიერთობებს ინტერესისთვის, სწირავს მთლიანობას კომფორტისთვის, მონეტები კვლავ წკრიალებენ რომელიღაც ბნელ ოთახში. საბოლოოდ, ბიბლიური ფული ამჟღავნებს იმას, რასაც ყოველთვის ამჟღავნებდა მას შემდეგ, რაც პირველი მეტალი სასწორზე აიწონა. არა ნივთების ობიექტურ ღირებულებას, არამედ იმ ღირებულებას, რომელსაც ყოველი გული ანიჭებს ნივთებს. იუდამ გამოთვალა, რომ 30 მონეტა უფრო მეტი ღირდა ვიდრე იესოსთან ყოფნა. მან შეცდომა დაუშვა გათვლაში მთელი მარადისობისთვის. ქვრივმა გამოთვალა, რომ მისი 2 ლეპტა იყო მაქსიმუმი, რისი შეთავაზებაც შეეძლო. მან სწორად გათვალა ღვთის წინაშე. ვერცხლის მონეტებმა, რომლებმაც ღალატი იყიდეს, ვერ შეძლეს იუდას სინდისისთვის მშვიდობის კიდვა. ვერ შეძლეს მშვიდი ძილის ან დანაშაულის გრძნობის განშვების კიდვა. ვერ შეძლეს მისივე სიცოცხლის კიდვა, რომელიც მან სასოწარკვეთილებაში დაასრულა. მათ ვერაფრის კიდვა შეძლეს, გარდა უნაყოფო ყანისა უცხოთა დასაკრძალად. ფულმა ბევრი დახპირდა და ფერფლი მისცა. 2000 წლის შემდეგ, არქეოლოგები კვლავ პოულობენ ანტიკურ მონეტებს ბიბლიური ქალაქების ნანგრევების ქვეშ, რომლებიც მეთოდურად ითხრება. დროისა და ტენიანობისგან კოროზირებული რომაული დენარები, შენადნობში სპილენძის და ჟანგვისგან გამწვანებული ტიროსის შეკელები, იმდენად გაცვეთილი ბრინჯაოს ლეპტები, რომ ორიგინალური გამოსახულებები ძლივს იცნობა. ბაზრებში დაკარგული მონეტები, დამპყრობლების მიერ დანგრეულ სახლებში დავიწყებული, რომებს გაქცეული ოჯახების მიერ ნაჩქარევად დამარხული, რომელთა ამოსაღებადაც ისინი აღარასოდეს დაბრუნებულან. მეტალი, რომელმაც ერთ დროს იყიდა ცხელი პური, გადაიხადა ნაწყენი გადასახადები, დაბეჭდა მწარე ღალატები და დააფინანსა მოგვიანებით მიტოვებული ოცნებები, ახლა ჩუმად განისვენებს კლიმატიზებული მუზეუმების ვიტრინებში, ყურადღებით ეტიკეტირებული და ციფრულ მონაცემთა ბაზებში კატალოგიზებული. მან სრულიად დაკარგა თავდაპირველი ფუნქცია, რომელიც მას აზრსა და ძალაუფლებას აძლევდა. ის დარჩა მხოლოდ როგორც მუნჯი მოწმე სამყაროსი, რომელიც ღირებულებას ჩვენგან აშკარად განსხვავებულად ითვლიდა. ან იქნება არც ისე განსხვავებულად. რადგან კითხვა ცოცხალი რჩება, საუკუნეებს კვეთს, როგორც მჭრელი სამართებელი. რა ღირს ის, რასაც ფასი არ აქვს? რამდენს მოითხოვდით იმის დასათმობად, რასაც წმინდად მიიჩნევთ? 30 მონეტა კვლავ ითვლება რომელიღაც მაგიდაზე, სადღაც ვიღაცის მიერ, ვისაც ჯერ კიდევ არ გაუცნობიერებია, რომ ისტორიაში ყველაზე ცუდ გარიგებას დებს. ფული ბიბლიურ დროში არასოდეს ყოფილა მხოლოდ ეკონომიკაზე. ის იყო არჩევანზე. იმაზე, თუ რას ამჟღავნებს ჩვენზე, როცა არავინ გვიყურებს. იმ ნივთების რეალურ წონაზე, რომლებიც ხელებითა და გულით დაგვაქვს. 30 მონეტით იყიდებოდა მონა. იყიდებოდა ყანა. იყიდებოდა 4 თვის გადარჩენა. მაგრამ მათ ვერასოდეს შეძლეს იმის ყიდვა, რაც იუდას ყველაზე მეტად სჭირდებოდა მათი დახარჯვის შემდეგ. შენდობა. და ეს არის შესაძლოა, საბოლოო გაკვეთილი, რომელსაც ბიბლიური ფული ასწავლის ყოველ თაობას, რომელიც მზად არის მოსასმენად. ზოგიერთი რამ უბრალოდ არ იყიდება. ზოგიერთი ვალი ვერ გადაიხდება მეტალით. ზოგიერთი ტრანზაქცია ერთხელ დადებული დაბრუნებას არ ექვემდებარება. მონეტები აგრძელებენ წკრიალს საუკუნეების განმავლობაში. კითხვა რჩება და ელოდება თითოეულის პირად პასუხს. რა არის თქვენი ფასი? არსებობს ციფრი, რომელიც თქვენ სულს იყიდდა? და პასუხი, როდესაც ის მოვა, არ იყოს ტყავის ტომარაში მოწკრიალე ვერცხლის 30 მონეტა.